ზუსტად 5 წლის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო ტრანსპორტი აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით სახმელეთო საზღვრები კვლავ ჩაკეტილი რჩება, ახლა მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის გადაადგილება ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლით შეეძლებათ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურიდან საინფორმაციო პორტალ აქტუალჩის აცნობეს, რომ 1 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს. მათი თქმით, ბილეთის ფასი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ მოძრავი მატარებლები აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეკუთვნის. ასევე აღნიშნული საკითხის შესახებ მსჯელობა იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შორის, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის, ამიტომ წლის განმავლობაში ჩვენ კოლეგებთან ერთად ვიკრიბებით და წლის გეგმებზე ვსაუბრობთ. დღესაც შედგა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ტრანსპორტის მინისტრთან და გავიარეთ ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ყველა მიმართულება, ვისაუბრეთ ასევე სამგზავრო გადაზიდვების გახსნაზე, რომელიც უკვე 1 მაისიდან დაიწყება აზერბაიჯანთან და ეს ჩვენი ტურიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გამო დაკეტილია.